გადაცემის ბოლოს ჩვენი ტრადიციული რუბრიკა არასწორად შერჩეული პროფესია, პრობლემა, რომელიც ბევრისთვის გამხდარა შიშის და უიმედობის მიზეზი. თბილისის მერია ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე სწორ გზას თავაზობს თბილისში რეგისტრებულ მოქალაქეებს. არჩიონ შრომით ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი 50-ზე მეტი პროფესიიდან ერთ-ერთი ისწავლონ მერიის დაფინანსებით და დასაქმდნენ. პროგრამა ისწავლე და დასაქმდი ხორციელდება თბილისის მოქმედი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების და სასწავლო ცენტრების ბაზაზე. კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით. იმედის კვირა და თბილისის მერია წარმოგიდგენთ რეპორტაჟების ციკლს ხაზია მოქალაქე. ჩვენი ჟურნალისტი ელენე ცინცაძე დღეს აგიხსნით, როგორ უნდა ჩაერთოთ პროგრამაში ისწავლე და დასაქმდი. ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული ბრინჯი, ნიოკი და სოუსები. ინგრედიენტები მომზადებულია. შეფი მზად არის და მზად ვართ ჩვენც. სტუდენტები. დღეს სუშის როლების მომზადება უნდა ვისწავლოთ. ეს აზიური სამზარეულოს კურსია და გემრიელი პრაქტიკული ლექციაც იწყება. ვეცადოთ, რომ ხელი ქონდეს ნამდვილად. შემდგომ ვიღებ ბრინჯს და ვიწყებთ ბრინჯის გაშლას ნორზე. ფილადელფია როლის მომზადებას ვიწყებთ. უმაღლესი ხარისხის პროდუქტებთან ერთად აქ მთავარი ზუსტი ტექნიკაა. შეფი თან გვიყვება, თან გვიჩვენებს. ყოველი გაჭრის შემდეგ დანა უნდა გავწმენდოთ და ისევ დავასწოროთ. ჩვენც თანდათან ვიმეორებთ გაგონილს და ნანახს. ვიწყებთ თევზის და ზღვის პროდუქტების გარჩევის დამუშავების ტექნოლოგიით. შემდგომ არის ბრინჯის მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგია. შეიძლება პირველიც და წარმატებული არ იყოს, თუმცა სამზარეულოში ნებისმიერი შეცდომის გამოსწორებაა შესაძლებელი. 43 წლის იურისტი უკვე მეორე თვეა მერიის მიერ დაფინანსებული აზიური სამზარეულოს კურსზე. კოლეჯ იკაროსში სწავლობს. ბავშვობიდან ოცნება იყო სამზარეულო და მინდოდა მზარეულო ყოფნა. პროგრამის შესახებ გავიგე ტელევიზიიდან. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ოცნების ასრულებისკენ, სჯერა რომ ერთ დღეს თავისი პატარა რესტორანიც ექნება. რესტორანი არ არის, მაგრამ არანაკლებ გამოცდილებას ღებულობ აქ სწავლაში. კარგია რომ უფასოა, რა თქმა უნდა. შეფი გვეხმარება გვიხსნის, შეცდომებს გვისწორებს, რომ საბოლოო შედეგი ისეთი მივიღოთ, როგორცაც ჩვენ თავად აზიურ რესტორანში სტუმრობისას ვისურვებდით. ძალიან ბევრს აინტერესებს ამ აზიურ სამზარეულოს შესწავლა, შემდგომ დასაქმება. ძალიან ბევრი სტუდენტი ყავს ერთი, ვინც უკვე დღესდღეობით უკვე აზიურ სამზარეულოში წამყვანი პოზიციები უჭირავთ. კოლეჯი იკაროსი აზიური სამზარეულოს გარდა მერიის მიერ დაფინანსებული კიდევ 20 სპეციალობის შესწავლას თავაზობს დაინტერესებულ პირებს და ჩვენი რამდენიმე საათიანი მცდელობის შედეგი ასე გამოიყურება. დამიჯერეთ, გემოც ისეთი აქვს, როგორიც ვიზუალი. მოკლედ, თუ გსურთ თავი იპოვოთ და გამოსცადოთ. თუ გინდათ ახალი პროფესია შეისწავლოთ და კვალიფიკაცია აიმაღლოთ, აუცილებლად უნდა ისარგებლოთ მერიის პროგრამით. ისწავლე და დასაქმდი. მერიის ამ პროგრამაში 15 პროფესიული სასწავლებელია ჩართული და 70-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს. რეგისტრაციას ონლაინ გადიხარ და საკმაოდ მარტივია პორტალ. დასაქმდი ჯიზე უნდა შეავსოთ განაცხადი. მთავარია იყოთ რეგისტრირებული თბილისში და იყოთ 18 წლის. ჩვენ დროს აღარ დავკარგავთ და კოლეჯ სპექტრისკენ გავემართებით. მე ვარ დასაქმებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად და მძიმე ტექნიკის უსაფრთხო ექსპლუატაციის ნაწილი ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რომ მიმეღო ეს ცოდნა და განათლება. 11 სპეციალობა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები. მარიამი უკვე მეორე თვეა. მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორობას სწავლობს. რეალურ სამუშაო გარემოში ნამდვილად გამოსადეგი არის ეს აქ მიღებული ცოდნა. ჯერ გაიარა თეორიული კურსი, უსაფრთხოების წესები. შემდეგ სიმულატორ პრაქტიკული სწავლება. თამამად შეგიძლია დანატაციებლა, ოჩახ, კარგია და ესე გავაკეთეთ. ამ ჯგუფმა უკვე დაასრულა სწავლა და ახლა სერტიფიკატებს ელოდებიან. როგორც ამბობენ, ეს პროფესია ძალიან მოთხოვნადია და ბაზარზე პროფესიონალი სერტიფიცირებული კადრის ნაკლებობაა. სიმულატორი თვითონ შეფასებას უკეთებენ აქ. უნდა ჩაეტიო დროში,
უნდა ჩაეტიო რაღაც სპეციალურ განკუთვნილ ჩარჩოში, უნდა ეს ცოტა რთულია. ბედი ამ პროფესიაში მეც ვცადე. ტვირთების გადამზიდი ავირჩიე, ინსტრუქციებს ვიღებ და მალევე ვიწყებ ტვირთის აღებას. სიჩქარეში ვაგდებ. ეხლა მიგვაქვს ჩვენ იქ მანქანასთან რომ ჩავყაროთ შიქვები. ძალიან კარგად გამოვდით, ვახლოვდებით ჩვენ მანქანას. ამის დადებითი კიდე რა არის? არა, დადებითიც აი ეს არის რა. პირველიც და შეჯახებით დასრულდა. გამიმართლა, რომ სიმულაციურ სატვირთოზე ვზივარ. მეორეჯერ სუფთად ვასრულებ დავალებას და ვხვდები, რომ არასდროს არ იგვიანი პროფესიის დამატება ან სულაც შეცვლა. მართლაც კარგი. ოპა. ვაგეთ ჩავარ. არა, ეხლა დამოუკიდებლად შეგიძლია გააკეთო. შემდეგ ლექციას უნდა დავესწროთ. საგანმანათლებლო ორგანიზაცია Skills თბილისის მერიასთან თანამშრომლობის უკვე საკმაოდ წარმატებული ისტორია აქვს. ადამიანური რესურსების მართვა, სამშენებლო სამართალი, სახელმწიფო შესყიდვების კურსი. ჩვენ სწორედ ამ უკანასკნელს ვესწრებით. მოცულობითი სფეროა, დატვირთულია კანონმდებლობით და ძალიან რთულია ესე დამოუკიდებლად გასაგებად. დეფიციტი არის ხოლმე კვალიფიციური მუშახელის, აქედან გამომდინარე, გადაწყდა რომ ეს კურსი გამოუშვან. ტრენინგი ფოკუსირებულია სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების და ნორმატიული აქტების გაცნობაზე. ეს დასაქმების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობა. ვარ კონკრეტულად ბუღალტერული აღრიცხვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი. სამსახურში ძალიან მესაჭიროებოდა ამ კურსის გავლა. ძალიან მნიშვნელოვანია თუ ასეთი კიდევ უფასო კურსები იქნება მერიის დაფინანსებით. ჩვენ ტესტირებას ხელს არ შეუშლით და პირდაპირ სახელოვნებო სფეროში გადავინაცვლებთ. სულ მინდოდა კერამიკის სწავლა და ახლა მომეცა ამის შესაძლებლობა. გარდა იმისა, რომ აქ ამზადებენ საოცარ ნაკეთობებს, ეს ერთგვარი თერაპიაც არის. ეს მერიის კიდევ ერთი და საოცარი კურსია. ლაბორატორია მაქსიმალურად აღჭურვილია, რომ ყველამ შეძლოს მუშაობა. კერამიკის ტექნიკებს მხატვარ კერამიკოსი გიზიარებთ, დანარჩენი უკვე თქვენს ფანტაზიაზეა. საბავშვო მწერალიც ვარ და მინდა ჩემი პერსონაჟები დავამზადო და დიდი მადლობა მერიის აი ასეთ წამოწყებას. ვარ სამართალმცოდნე, თუმცა ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება. ამ გოგოებს უკვე საოცარი ნამუშევრები აქვთ და ეს კურსი მათ უამრავ შესაძლებლობას აძლევს. მე შევეცადე ჭიქა დამემზადებინა და როგორც მითხრეს პირველი ცდისთვის არც თუ ისე ცუდად. კურსის დამთავრების შემდეგ შეუძლია თქვა იმუშაონ საამქროში, იმუშაონ მოხატვაზე, იმუშაონ მოჭიქურებაზე, თვითონ სუვენირების დამზადებაზე. შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობების შესწავლა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობა. ეს პროექტი ისწავლე და დასაქმდის მთავარი მიზანია. მერიის ამ პროგრამით 5 წლის განმავლობაში 10,000-მა მოქალაქემ გაიარა გადამზადება, მათი 70% დასაქმდა. რეგისტრაცია ახალ კურსებზე შემოდგომაზე გამოცხადდება. არ გამოტოვოთ. ეს პროექტი თქვენთვის კიდევ ერთი შანსია.